ატულობთ რატომღაც ხალხი ემატება, სულ უფრო ემატება. არ ვიცი დათვლიან თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობაა მაყურებლისა. რამოდენიმე 10,000 ადამიანი იქნება რა. ალბათ მთელი საქართველო ერთად შეასწავლე იქ. როგორი აკადემიურია სცენაზე. ნამდვილად. Perché me dicesti parole amare, perché me parli o cuore, me dormiente, Catarina, non te scordar, Catarina dato come Catarina, non te scordar. Catarina che bene a dicere su parlava me იქამდე არ ვიცით რა ხდება სხვა არხებზე ჩვენი ასე ვთქვათ ტელესივრცის, მაგრამ მე მგონი ახლა ჩვენ მომსწრევართ აბსოლუტურად განსაკუთრებული კონცერტის, ეს არის კონცერტი ფოიერვერკი, რაღაც საოცარი ეპატაჟის შეგრძნება მაქვს. რომელიც ნამდვილად ჩაიწერება ოქროს ასოებით ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში და მე მრჩება შთაბეჭდილება, როდესაც უყურებ ბათუმის კადრებს, რომ მოქმედება ხდება მილანში, ლასკალას თეატრის გვერდით და ეს ყველაფერი არქიტექტურა თუ მომღერლებზე აღარ მაქვს საუბარი, ყველაფერი არის რატომაც იტალიური. არ ვიცი, მე ასეთ შთაბეჭდილება მრჩება, ალბათ შენს გაუქმდება იგივე გაცდა. ოვაციები არ წყდება და ნამდვილად იმსახურებს ხოსე კარერასი ამ ოვაციებს, უწყვეტ ოვაციებს, რომლებიც მას ქართველმა მაყურებელმა უწყდა. ახლა თქვენს წინაშე წარსდგება ლიზა ბათიაშვილი, რომელიც შეასრულებს სენ-სანსის რონდო კაპრიჩიოზოს. ლიზა მიუნხენში ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ძალიან ცნობილ ჰობოისტ ფრანსუა ლელოსთან ერთად. წელსვლას გადაერცა გერმანიის ყველაზე პრესტიჟული კლასიკური მუსიკის პრიზი ეხო კლასიკი და იგი ერთ-ერთი პირველია BBC-ს ახალი თაობის არტისტებს შორის. ლიზას ორჯერ აქვს მიიღებული მონაწილეობა ფესტივალში შემოდგომის თბილისი, წლების წინ ჯანსო კახიძის დირიჟორობით, წელს კი მეუღლესთან ერთად წარსდგა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. და მე ვესწრებოდი გვანცა უკაცრავად ამ კონცერტს და ნამდვილად უდიდესი შთაბეჭდილებით გამოვედი ოპერისა და ბალეტის თეატრიდან, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი საღამო იყო, სრულიად მუსიკალური საზოგადოება ალბათ დამეთანხმება, ვინც ბრძანდებოდა იმ დღეს ამ კონცერტზე და უმშვენიერესი ლიზა ბათიაშვილი გამოვა ახლა სცენაზე. ლიზა დღემდე ითვლება სიბელიუსის კონკურსის ყველაზე პატარა ლაურეატად, ასე კი ყველაზე პატარა ლაურეატად. და მე ვიცი, რომ როდესაც 2 წლის ყოფილა